შენი ზურგი უარესდება, როცა დაღლილი ხარ შეშფოთებული, გაბრაზებული ან სტრესში. ეს შენი წარმოსახვა არ არის, ამას ახსნავს. ამ ვიდეოში გარდა იმისა, რომ მარტივად გაიგებ, რატომ ხდება ეს, ისწავლი ვარჯიშებს, რომლებიც სახში შეგიმსუბუქებს ამ ტკივილს და ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე წამალი. ყველაზე კარგია ისაა, რომ არ გჭირდება იყო ახალგაზრდა გამხდარი ან ძალიან მოქნილი, რომ გააკეთო ეს ვარჯიშები და მაშინვე იგრძნო შვება. ბაგუნი. სტრესი და შეშფოთება ორი გზით აუარესებს ჩვენს ტკივილს. პირველი ისაა, რომ იმ ყველაზე რთულ სტრესულ დღეებში, როცა გაბრაზებული ვართ, ჩვენი ტვინი უფრო მბრძნობიარე ხდება. ეს თითქოს ნერვები ტკივილის ხმას უმატებენ. მეორე რაც ხდება ისაა, რომ კუნთები უფრო დაძაბული ხდება. ეს ხდის შენს ხერხემალს უფრო დაჭერილს, უფრო დაძაბულს, უფრო ხისს და ზრდის დისკებსა და სახსრებზე ზეცოლას. ეხლა ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთებთ, ეს ვარჯიშებია, რომლებიც გაუმჯობესებს ნერვებს და კუნთებს ჩვენი ხერხემლის სამ მნიშვნელოვან წერტილში. გონია, რომ ეს მოტოციკლი ჩანაწერში ისმის. დავიწყოთ ზედანაწილიდან. თავსა და ტისერ შორის მდებარე რეგიონიდან. ეს მნიშვნელოვანი რეგიონია, რადგან აქედან, ესე ვთქვათ, იწყება კუნთები, რომლებიც ქვევით ხერხემლისკენ მიდიან. მაგრამ ასევე ეს არის რეგიონი, სადაც ვაგუსის ნერვი გადის, ნერვი, რომელიც მნიშვნელოვანია სხეულის მოდუნებისთვის. ჩვენ გამოვიყენებთ ცერებს, ცერების ბალიშებს. შენ გააკეთე პატარა მოძრაობებს, ნახე, მოდიხარ ყურის დონიდან, თითქოს თავის ქვემოდან, თავის ძulis, თავის ქალას ქვემოდან. მოხვები საშუალომდე მიდიხარ და იგივე გააკეთე მეორე მხარესაც. შენ გააკეთებ ნელ მოძრაობებს, ეს ზედაპირული მასაჟია, რომელიც ნელ-ნელა ღრმავდება. შეგრძნობ, რომ ეს დაძაბულობა ნელ-ნელა მცირდება, მასაჟი უფრო მარტივი გახდება და უფრო რბილი და დამყოლი გახდება. ეს არის ის, რასაც ჩვეულებრივ გძნობთ, როცა ეს კუნთები მოდუნდება. თუ სადმე უფრო მტკივნეული წერტილია, უბრალოდ შეამცირე წნევა. მიაღწიე იმ მტკივნეულ წერტილს, გამოიყენე ნაკლები ძალა და შემდეგ ისევ გააღრმავე შეხება. ყველაფერი უნდა იყოს კომფორტული თავიდან ბოლომდე. შენ გააკეთებ, გაიმეორებ ამ მოძრაობას რიტმულად, დაუჩქარებლად, 1 წუთის განმავლობაში. მე ძალიან მომეწონა. შემდეგი ვარჯიში იმოქმედებ ზურგის შუა ნაწილზე, კუნთზე, რომელსაც დიაფრაგმა ეწოდება. ამ კუნთის მოდუნების გარდა ჩვენ დავამშვიდეთ სუნთქვას. გავაკეთებთ ერთგვარ ზოგად მოდუნებას, ემოციურ რეგულაციას. დაწექი ისე, როგორც შენთვის ყველაზე კომფორტულია. შეგიძლია თავისუფლად გამოიყენო ბალიში, ფეხები მოხრილი კონდეს და ბალიში დააყენო. ხელის გული მიიდე კანზე, მკერდის შუაში. კარგი, ამას მე პერანგის ქვეშ გავაკეთებ, იმიტომ რომ მოკლედ ასე ძალიან არ მინდა სხეული გამოვაჩი. უბრალოდ იმიტომ რომ მიკროფონის დასადები ადგილი არ მაქვს. მეორე ხელს აქ ზემოდან დავდებ, რომ შენც მიხვე. მაგრამ წარმოიდგინე, რომ ორივე ხელი აქა მკერდის კანზე მიკრდის. კარგი? დამშვიდდები და დაიწყებ წრეების გაკეთებას. ნახე, კანს ყველა მიმართულებით გაწევ, ამ ბიდ წრეს აკეთებ. რაც შეიძლება დიდი, ნელა და დამამშვიდებლად რომ დაგვეხმაროს. ამას სუნთქვასთან ერთად გავაკეთებთ. ისარგებლე განსაკუთრებით მაშინ, როცა ჰაერს უშვებ, ისარგებლე ამ მოდუნების ტალღით. გააკეთებ ამას უჩქარებლად, ძალდაუტანებლად, შეინარჩუნებ მაქსიმალურად ნელ რიტმს, რაც შეიძლება ნელ რიტმს. 10 ჯერ ერთ მხარეს და შემდეგ 10 ჯერ მეორე მხარეს. ასე კიდევ უკეთესი გამოვიდა. ხერხემლის ბოლო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ის ამაგრებს, ის არის საკრდენი. საკრდენი მთელი ხერხემლისთვის. მეორე, ამ რეგიონიდან გამოდის პარასიმპათიკური ნერვული სისტემის სხვა ნერვები, ის ნერვები, რომლებიც ამცირებენ ჩვენი სხეულის რიტმს და თითქოს ძილისთვისაც ამზადებს. ჩვენ გავაკეთებთ ამ მასაჟს, ამ ვარჯიშს, ხელის ამ სახსრების გამოყენებით, კარგი? შენ ასე გააკეთებ, ვის ფორმას შექმნი, ხელებს დაახლოებით ქამრის სიმაღლეზე, აქ უკან დაადებ. კარგი? როცა აქ შეეხები,
ეს ადგილი ზუსტად საკრომზე იქნება დაკრდნობილი, ასე რომ შეინარჩუნე ეს პოზიცია. ფელებზე უნდა დაწვე. მოდი ამ ბალიშს მოვაშორებ, რადგან მოგვიწევს ფეხების მოძრაობა. კარგი? დაწექინელა და ეცადე რომ კომფორტულად იყო. ამ პოზიციაში უბრალოდ დაასვენე ფეხები, მუხლები გადაატრიალე ერთ მხარეს და მეორეს. გააკეთე ეს რწევა იქამდე სანამ არ შეგაწუთუხებს. კარგი? შეინარჩუნე სასიამოვნო რიტმი და ეცადე რომ მოდუნდე. თუ შეძლებ, შეგიძლია მუხლები ბოლომდე ჩამოუშვა. შეეხე ლოგის დივანს, სადაც არ უნდა იყო. თავარია ეს მოძრაობა გააკეთო დამამშვიდებელ რიტმში და იმდენად, რამდენადაც შენთვის კომფორტულია. გააკეთებ ამას 10 ჯერ თითოეულ მხარეს. თუ დაგავიწყდა რამდენჯერ გააკეთე, ნუ ინერვიულებ. გააკეთე მანამ, სანამ იგრძნობ საჭიროება, სანამ შენთვის დამამშვიდებელია, სანამ იგრძნობ, რომ შენ სხეულს კიდევ სჭირდება ეს მოძრაობა, ეს სასიამოვნო რწევა, გააგრძელე. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ზუსტი გამეორებების რაოდენობა სჭირდებათ. ასე რომ, გააკეთე 10 ჯერ. ამის შემდეგ ხელებს იგივე პოზიციაში დავტოვებთ. თუ დაგჭირდება, შეგიძლიათ ცოტა ხნით ხელებს ჩამოიღო დასასვენებლად და შემდეგ თითოეული ფეხით გავაკეთებ მოძრაობას. ნახე უბრალოდ, გაწიე ფეხი და დააბრუნე. შეგრძნობ მოძრაობას იქ, სადაც ხერხემალი შენს ხელზეა დაკრდნობილი, მოძრაობა ხდება საკროილიაკურ სახსარში და აღწევს საგრამდე. სწორედ ასე, გააკეთე ესეც საუჩქარებლად იმავე ფორმით, იქამდე სადამდეც კომფორტულად გრძნობ თავს, სადაც არ გტკივა, არ გექნება დისკომფორტი და შენთვის სასიამოვნო რიტმში. შეგიძლია გააკეთო უფრო სწრაფად, ან უფრო ნელა, ვიდრე მე ეხლა აქ ვაკეთებ. აქ ჩვენ ვაერთიანებთ ამ მნიშვნელოვანი სახსრების მობილიზაციის ვარჯიშს ამარეში მასაჟთან ერთად. და სწორედ ეს გამოიწვევს ამ ეფექტს. მივახციოთ იმ ნერვებამდე, რომლებიც სხეულის მოდუნებას იწვევენ. ნორმალურია, ვარჯიშის ბოლოს დაგეწყოს ძილიანობა, მოთენთილობა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გავააქტიურეთ სწორი ნერვები. სტრესის გარდა ცუდი ძილიც ზრდის მგრძნობელობას, გვაძლევს მეტ კილოს. არსებობს 2 წუთიანი რუტინა, რომელიც დაგეხმარება დღის განმავლობაში ხერხემალში დაგროვილი დაძაბულობის მოხსნაში და ძილის გაუმჯობესებაში. ამ ვიდეოში მე გასწავლით ამ რუტინას. უბრალოდ დააცკაპუნეთ აქ ეკრანზე. თუ ეხლა უფრო მოდუნებული ხართ და ზურბიც უფრო თავისუფალია, გაუგზავნეთ ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც ეს სჭირდება. ვინმეს, ვინც სტრესშია, ზურბის ტკივილი ან ხერხემლის პრობლემა აქვს. მხოლოდ ამას გთხოვთ. გავავრცელოთ ეს სიკეთის ჯაჭვი მერტ აგემშვიდობებით, დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე. სწრაფი იყო. დღეს მსოფლიო კარგია, სებასტია.